პერიოდულად ჩვენ დგებით კარგ ხასიათზე, პერიოდულად კი ცუდზე. საკუთარ გამოცდილებას გიზიარებთ, დარწმუნებული ვარ თქვენც ასე ხართ. კალეიდოსკოპური სიჩქარით იცვლება არა მხოლოდ ჩვენი განწყობები, არამედ ვითარებაც, მოვლენებიც. მაგალითად, დაახლოებით 10-12 დღის წინ პრეზიდენტ ზელენსკი პრეზიდენტი ტრამპისთვის იყო დიქტატორი. დაახლოებით 7 დღის წინ აღარ იყო. ხოლო პარასკევს დღეს რა დღე გვაქვს? 4 შაბათი თუ 5 შაბათი, ხო? პარასკევს მოხდა სამყაროს დასასრულის მასშტაბის რა გითხრათ? თქვათ ასე ალბათ არა, მაგრამ აი უკრაინის დასასრულის მასშტაბის ამბავი, რომელიც ვისიბრალია ახლა ამის გარჩევა რომ დავიწყოთ, ხო? ულახtildeლად გეტყვით 72 საათი არ გვეყოფა ან არა. ხო, ამასობაში კიდე სხვა მოვლენები, სხვა ამბებიც მოხდა. მაგალითად, გუშინ პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ მე წერილს კითხულობ ახლაო პრეზიდენტი ზელენსკისო. მაგრამ რეალურად X-ზე გამოქვეყნებული სტატუსი წაიკითხა, ალბათ კი ნამდვილად მოეწონა ჩანს. დღის წესრიგში კვლავაც არის მინერალების საკითხი. არის თუ არა უпростоრად ესეც უნდა დავსვათ, იმიტომ რომ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. რასაკვირველი არის დღის წესრიგში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების შეჩერების საკითხი. შეჩერება რამდენად კარგი და სწორი ზმნა არის, მე გულახდილად გეტყვით არ ვიცი. მოკლედ, ასეა თუ ისე. მე ახლა შევმირდება ჩემი კოლეგა ია მეურმიშვილი, რომელთანაც ვეცდები, უბრალოდ ის მოგვეხმარება, გავერკვეთ, ოდნავ მაინც გავერკვეთ ჩვენ რაღაც ამბებში. დიდი იმედები ნუ გექნება ახლა. არა, ნუ მეტი უნდა გვითხრა, ვიდრე მე ვთქვი. გამარჯობა, ია, სალამი. გამარჯობა, დიდი. შეიძლება თუ არა ითქვას პირველი კითხვა ასეა, მოდი მაინც რაღაც ამგვარი კითხვით დავიწყოთ, რომ ყველაზე დიდი სირთულეები, რომლებსაც ჩვენ შევესწარით დაახლოებით 5-6 დღის წინ და შეიძლება 2 კვირის წინ დაიწყო არ 3 კვირის წინ ეს ყველაფერი მაინც გადალახულია და ყოველ შემთხვევაში მხარეები უფრო ერთმანეთს უახლოვდებიან. ამ სიტყვასაც რომ ვამბობ, მხარეები მეთქი ცოტა მიგვირს, მაგრამ მოდი ესე ვიტყვი. შეერთებული შტატები და უკრაინა ერთმანეთს უფრო უახლოვდებიან და არა პირიქით. კი ბატონო, ეს ნამდვილად შეგვიძლია რომ ასე გადაჭრით ვთქვათ და თან დავაყოლოთ ვთქვათ რა რომელ დღეს ვსაუბრობთ ამაზე და რომელ საათზე, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები, თუმცა ახლა უკვე რაღაცა ერთის მხრივ რაღაც ყოველ შემთხვევაში უკრაინასთან დაკავშირებით შეუქცევადი პროცესი დაიწყო ჩემი აზრით. დღეს მაიკ უოლცი გამოვიდა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან და თქვა, რომ მომავალ კვირას დიდი სიახლეები იქნება, რომელსაც გაგვიზიარებს ის უკრაინასთან დაკავშირებით. ის საუბრობს იმაზე, რომ ეს ნაბიჯები, რაც ახლა გადაიდგა, არის მომზადება იმისთვის, რომ დროებითი ცეცხლის შეწყვეტა მოხდეს, რომელიც შემდეგ გადაიზრდება უფრო გრძელვადიან ან საშუალოვადიან ცეცხლის შეწყვეტაში და ამ პერიოდის განმავლობაში მხარეები ისაუბრებენ უშუალოდ სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ასე რომ მის ოპტიმიზმსაც ვიზიარებ, რასაკვირველია, გეთანხმები, მაგრამ დროებითი ცეცხლის შეწყვეტა რომ მოხდეს, ამისთვის მხოლოდ ერთი მხარის თანხმობა ან მზაობა არ არის საკმარისი. არის აუცილებელი, რომ მხარეების მოლაპარაკებები გასცდეს სატელეფონო საუბრებს გულისხმობს შეერთებულ შტატებსა და ამჯერად რუსეთს და ერიადის შეხვედრის მსგავსი მინიმუმ მეორე შეხვედრა გაიმართოს. ხო არ ვწდები ჩემს შეფასებაში. ხო არ ვწდები ჩემს სცენარში თუ არა, იგეგმება ასეთი შეხვედრა, ამაზე საუბრობს ტრამპის ადმინისტრაცია. სავარაუდოდ შეხვედრები ახლაც იმართება. სხვათა შორის პარასკევს გაიმართა
შეხვედრა, რომელიც იყო შედარებით ესე ტექნოკრატების შეხვედრა, იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკა-რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობები რაღაცნაირად უფრო გააქტიურებულიყო. ეს ერდიანის გაგრძელებაა ერთგვარი, ერდიანის დღის წესრიგის გაგრძელებაა, რაც პირველი შეხვედრა იყო, კი. დიახ, და ასევე იგეგმება კვლავ მოლაპარაკებები, სავარაუდოდ ისევ საუბარია ახლო აღმოსავლეთის რომელიმე ქვეყანაში და შესაძლოა ეს ისევ იყოს რიადი. ანუ ეს შეიძლება იყოს ეს თურქეთიც და ყოველ შემთხვევაში პრეზიდენტ ერდოღანს აქვს წველი სურვილი, რომ სწორედ თურქეთში გაიმართოს კეთილი. ამას სოფაში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები. რამდენად უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები დავაზუსტოთ, კი ბატონო, ამას სოფაში ცხადია ისედაც ვიცოდით ეს, მაგრამ ახლა კიდე უფრო საინტერესო ფორმატს იღებს პრეზიდენტ ზელენსკის კიდევ ერთი დაბრუნება, შესაძლო დაბრუნება, მაინც ესე ვიტყვი, ვაშინგტონში. მე არ დაგიმალავ, რომ ამ 3 დღის წინ Facebook-ის საშუალებით სანეძლაოს ჩამოვდივარ, მეთქი ვთქვი. 20 აპრილამდე პრეზიდენტი ზელენსკი დაბრუნდება მეთქი და მე მგონი ამ სანეძლაოს ვიგებ, ესე გეტყვი, მაგრამ საინტერესოა, რომ მე ბევრმა ადამიანმა ვინც ჭრეთს ან რაღაც პროგნოზებს აკეთებს, ვერ განჭვრიდა ის რა ფორმატში შეიძლება შედგეს შეხვედრა ზელენსკისა და ტრამპსა და ზელენსკის შორის. და მას ზელენსკის ეყოლება 2 ძალიან მძიმე წონოსანი ადვოკატი, ამისი მოკლედ მხარდამჭერი. პრემიერი სტრამერი და პრეზიდენტი მაკრონი. დაახლოებით მაინც თუ არის ცნობილი როდისთვის შეიძლება დაიგეგმოს და რაზე შეიძლება ჩამშვიდობო გეგმა მაგალითად ევროპიდან ზელენსკისთან შეთანხმებული ჩააქვთ თუ არ ჩააქვთ ასე მაგალითად ეუბნებიან თუ არა პრეზიდენტ ტრამპს რომ იცით რა არის ჩვენ პრინციპში თანახმა ვართ რომ სამშვიდობო ჯარი ჩავაყენოთ უკრაინაში ეს ყველაფერი პრეზიდენტ ტრამპს კი ეუბნებიან მაგრამ მოსკოვი თანახმა ფრანგულ ბრიტანული ჯარის ჩაყენებაზე ღმერთმა უწყის უბრალოდ თანახმა რომ არ არის ეს ვიცით მაგრამ მაინც და ასე შემდეგ, აი ამაზეც 2 სიტყვა. ხო, და ძალიან ბევრი თემა მასკენ გაერთიანდა ახლა ამ ერთ კითხვაში ძალიან სამართლიანად. ერთი არის ის, რომ პრეზიდენტ ზელენსკი შეერთებულ შტატებში დაბრუნდება თუ პრეზიდენტი ტრამპი წავა სადმე სხვაგან, ეს ჯერ გაურკვეველია. არ არის მინიშნება იმაზე თუ სად შედგება ეს შეხვედრა, მაგრამ მომავალ კვირას უნდა ველოდოთ, რომ რაღაცა ფორმით შეხვედრა შედგება. ასევე მინერალების შეთანხმებაზე ხელი ოფიციალურად მოწერილი არ არის, რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა მზაობა და მზადყოფნა იმისთვის, რომ მოაწეროს ხელი და აი წუხელ ტრამპმა ისიც თქვა, რომ მაშინ მოაწერს უკრაინა ამას ხელს, როცა ეს მოსახერხებელი იქნება ჩვენთვის, აი ესეც დაამატა ამაში. ანუ სავარაუდოდ არა ნამდვილად მიმდინარეობს საუბრები, დღეს მაიკ უოლცმაც თქვა, რომ ჟურნალისტებთან გამოსვლამდე ტელეფონზე ელაპარაკებოდა მის უკრაინელ კოლეგას და ახლა რომ შეტრიალდება უკან, ისევ ტელეფონს უნდა დაუბრუნდეს. ანუ ეს რაღაც აქტიური დიპლომატია მიმდინარეობს უდაოდ. სად მოხდება შეხვედრა, არ ვიცით, ის რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ძალიან აქტიურად არიან ჩართული ამაში ძალიან, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ჩანს. საფრანგეთს და დიდ ბრიტანეთს ასე ვთქვათ, ტრამპმა რაღაცნაირად აიძულა რომ გადაებარებინათ თუ მიიყვანა იმ დასკვნამდე რომ დამთავრდა ის შვებულება, რომელშიც ევროპა იყო ამ მშვიდობის დივიდენდის გამო, რომელსაც ამერიკა უზრუნველყოფდა მათთვის და ეს დამთავრდა და რაღაცა ფორმით თვითონ უნდა დაიწყოს საკუთარ უსაფრთხოებაზე უფრო მეტად ზრუნვა. აი ამ ჩარჩოებში მოექცა უკვე უკრაინის ომის შეწყვეტის საუბრები. აი უკრაინის ომი უკვე ევროპის უსაფრთხოების თემაა და ეს აღარ არის მხოლოდ რუსეთის ომი უკრაინაში. სამშვიდობო გეგმას რაც შეეხება, ის 4 პუნქტიანი გეგმა, რომელიც სტარმერმა წარმოადგინა, ეს არის ჩარჩო
შეთანხმება იმისა, თუ რის შეთავაზება შეუძლია ევროპას. დარწმუნებული ვარ, ევროპა ძალიან მკაცრად დადგება იმ პოზიციაზე, რომ უკრაინამ არ უნდა დათმოს არც ტერიტორიები, არც სუვერენიტეტი, არც თავისუფლება, არც ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა და ასე შემდეგ. და აი იმის სანაცვლოდ, რომ პრეზიდენტი ტრამპი დაიყოლიონ ამაზე, ისინი ამბობენ, რომ აი მიუხედავად იმისა, რომ სხვას არავის არ ვთხოვთ, ნატოსაც არ ვთხოვთ ამას, ესე მსურველთა კოალიციას შევქმნით და ამ კოალიციის ფარგლებში თქვენ თუ ცეცხლის შეწყვეტას უზრუნველყოფთ, ჩვენ განვალაგებთ ჯარებს იმისთვის, რომ მონიტორინგი მოხდეს ამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების. როგორც ჩვენ ესე ძალიან სწორად აღნიშნე, რუსეთმა განაცხადა, რომ არანაირად არ თანხმდებიან თუ არ არიან მზად იმისთვის, რომ უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოები და სამშვიდობოც თუ გინდა დაუბრუნდეთ მე ამ ტერმინს თვითონ სამშვიდობოს რომ ევროპული ჯარები იყვნენ უკრაინაში, თუმცა შეიძლება ესეც იყოს რაღაცა ფორმით რუსეთის არ ვიცი მოლაპარაკების ტაქტიკა თუ სტრატეგია, როდესაც ლავროვი და პესკოვი გამოდიან ძალიან ან პროპაგანდისტები გამოდიან და ამბობენ ისეთ განცხადებებს რომლებიც ძალიან ხმამაღალი და ძალიან სწრაფად ვრცელდება. ძალიან საინტერესო ფაქტობრივად ეს რაღაც ესე მგონია, რომ reality shows უყურებთ, იმიტომ რომ მართლა საათობრივად იცვლება მოვლენები და ძალიან საჯაროდ ხდება ეს. ამ reality shows ერთ-ერთი ეპიზოდია ის, რომ კი არ უთქვამს კონგრესში ამდენადაც მე ვიცი, მაგრამ ამის მიუხედავად ფაქტია, რომ ამერიკამ სამხედრო დახმარება აქ ცოტა მიჭირს მის წარმოთქმა. უყურე შეუჩერა თუ დაასრულა. მე მაინც მგონია რომ შეუჩერა უფრო სწორი ფორმაა, სწორი ზმნა არის, ხო ადეკვატური. ფორმულირებული რომ აპაუზებს. დაუპაუზა. ხო, არ იყო გამოყენებული, დაუპაუზა, ესეა ანუ დროებით შეაჩერა, ახლა ამას პაუზას დავარქმევთ თუ შეწყვეტა ყოველ შემთხვევაში არ არის და ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი არ მინდა ზედმეტად ოპტიმისტურად ვჟღერდე რამენაირად, იმიტომ რომ ყველაფერი ჩემი გულიც და ემოციაც და რა ვიცი ანალიტიკური საშუალებაც უნარიც მეუბნება მიფიცგებს იმისკენ რომ ზედმეტად ოპტიმისტურად არ უყურო სიტუაციას. მაგრამ ალბათ ღირს არ დაგვავიწყდეს რაღაცები, მაგალითად ის რომ უკრაინას უკვე გაეგზავნა ანუ ეს ხომ არ არის რაღაც ერთი გაეგზავნა, მერე მეორე უწყვეტად ხდება ამ იარაღის მიწოდება და იმ შეიარაღების ნაწილი, რაც ბაიდენმა უკვე დაამტკიცა, კონგრესმა უკვე დაამტკიცა, უკრაინაში რაღაცა მარაგი არსებობს ამის. სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინას იმ დონეზე შეეძლება შენარჩუნება საბრძოლო მოქმედებების, რა დონეზეც დღეს იბრძვის. იმ მარაგებით, რაც უკვე აქვს მას დამარაგებული. ნუ ამ სიტუაციას ართულებს ის, რომ დღეს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, უბრალოდ დღეს გამოაცხადეს, თუმცა ეს დახმარების შეწყვეტასთან თუ შეჩერებასთან ერთად მიიღეს ეს გადაწყვეტილება, უბრალოდ დღეს გამოვიდა დაზვერვის უფროსი და თქვა, რომ უკრაინას სადაზვერო დახმარებაც თუ მხარდაჭერად შეუჩერეს და მან ძალიან ხაზგასმით თქვა ის, რომ დროებით მოხდა ამისი შეჩერება და შეჩერებულია მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც უკრაინელებს რუსეთის სიღრმეში რუსული სამიზნეების ამოღებაში ეხმარებოდა. ეს მოგეხსენებათ, ეს შესაძლებლობა მხოლოდ შეერთებულ შტატებს აქვს და აი ამის გამოც იყო ის, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია თითქმის 3 წლის განმავლობაში უკრაინას უარს ეუბნებოდა იმაზე, რომ ამერიკის დახმარებით რუსეთის სიღრმეში ამოეღო სამიზნეები. კი, ასია მე მადლობთ რომ ამ თემაზე მინდოდა კითხვის დასმა და მადლობთ რომ დამასწარი და პრინციპში წინა კითხვის პასუხად ესეც გვიამბე და გვითხარი. ტრამპი ძალიან ხშირად ცვლის პოზიციებს, ყოველ შემთხვევაში ჩემი დაგვირგვებით. აქ შეიძლება გავიხსენოთ ასე მაგალითად კანადასთან სატარიფო ომის შესახებ მისი ერთგვარად ყველა სიტყვას ვწონი, შეცვლილი პოზიცია მას შემდეგ, რაც თანავად კანადის ფედერალურმა ხელისუფლებამ და ცალკეულმა გუბერნატორებმა დააფიქსირეს ის პოზიცია, რაც დააფიქსირეს. რამდენად, მოდი ესე ვიხილავ, როდის შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია
საბოლოო პოზიციას, საბოლოო პოლიტიკას შეარჩევს, მაგალითად ჩვენთვის ყველაზე საინტერესო უკრაინასთან იმართებაში. იმიტომ რომ ის ძალიან სწრაფ ტემპს გვთავაზობს, რომელი ამბავი, რომელზე უფრო ძველი ან ახალია, ან მნიშვნელოვანი თუ მნიშვნელოვანი, უკვე სიმართლე გითხრა, მე თვითონ ვიბნევი და ალბათ ჩემს მსგავსად ბევრი. მაგრამ დაახლოებით როდისთვის შეიძლება ჩამოყალიბდეს მისი პოლიტიკა უკრაინასთან იმართებაში. აი მაგალითად, შენ რომ მითხრა, რომ რუსეთის ფედერაციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, როცა ისინი დარწმუნდებიან, რომ რუსეთს არანაკლებ უნდა ომი, ვიდრე უკრაინას, ან რუსეთს ნამდვილად ომი უნდა და უკრაინას არ უნდა. ხო, ამის შემდეგ ტრამპი შეიძლება იყოს და რამდენად კვეთრი შეიძლება იყოს რუსეთთან იმართებაში, იმიტომ რომ ახლა ასე გამოვიდა თითქოს, რომ პატარა უკრაინაა მოხელთებული და ის ივანიშვილის ტერმინს ვიხმარ, მიიჭირხნა გარკვეულ შემთხვევებში და აი რუსეთს კი ვერავინ ვერ უბედავს ამას თითქოს ან ვერ გაუბედავს ვერასოდეს. რთული შეკითხვა. უდავებშინოთ ერთმანეთს. მეც გავენიძლავებოდი ვინმეს და ძალიან რთული შეკითხვა რა თქმა უნდა. დიპლომატიაში ძალიან ხშირად ამბობენ რომ არაფერი არასოდეს მთავრდება. Nothing's ever over. ანუ ეს შეიძლება იყოს ძალიან გრძელი და ხანგრძლივი პროცესი. რომელიც ერთ ეტაპზე, ვთქვათ, ერთი ეტაპი დასრულდება, შემდეგ მეორე დაიწყება და გამომდინარე იქიდან, ვთქვათ, მოთამაშეები რა ნაბიჯებს გადადგამენ, შემდეგ ცვლილ პოზიციონირებას. კანადასთან სატარიფო ეს ომის დაწყება თუ დაწყების მცდელობა, ვნახოთ როგორ გაგრძელდება, ესეც სავარაუდოდ შემსუბუქდება ეს ტარიფები, როგორც ყოველ შემთხვევაში ხაზინის შეფმა დღეს განაცხადა ამის შესახებ. კანადასთან ძალიან საინტერესო, ძალიან კარგად მიუთითებს ზუსტად იმაზე, როგორია, ვთქვათ, ტრამპის ტაქტიკა თუ ისი რაღაცა მოქმედების რაღაცა სურვილები, როგორ უნდა მას იმოქმედოს, ან იმოქმედოს ოპონენტის, ან ვიღაცის მოქმედებებზე იმისთვის, რომ საკუთარ მიზანს მიაღწიოს. პირველი ვადის დროს პრეზიდენტმა ტრამპმა მექსიკასთან და კანადასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც მაშინ სავაჭრო ხელშეკრულება, რომელიც იყო ჩრდილოეთ ამერიკის სავაჭრო ხელშეკრულება და ის მაშინ ამბობდა, რომ ეს არის საუკეთესო, ყველაზე მშვენიერი, ყველაზე beautiful შეთანხმება, რომელიც კი ოდესმე დადებულა. დღეს ის ამ შეთანხმებაზე ამბობს, რომ ეს არის ყველაზე ცუდი სავაჭრო შეთანხმება, რომელშიც ამერიკას შესაძლოა შესულიყო. ის უნდა ვთქვათ, რომ მაშინ პირველი შეთანხმების შემდეგ მას დაემატა, შემდეგ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს რაღაცები დაემატა, რაღაცები გამოაკლდა, ფორმა შეიცვალა. თუმცა ეს საბაზისო შეთანხმება იყო პრეზიდენტ ტრამპის მიერ დადებული. ანუ ეს ზუსტად ნიშნავს იმას, რომ nothing's ever over. ანუ შენი ინტერესები როგორც ქვეყნის იცვლება, შიდა პოლიტიკა იცვლება, ასევე იცვლება სხვების ინტერესები შენს მიმართ. და ძალიან, რა ვიცი, მე ყოველ შემთხვევაში დიდი იმედი მაქვს, ასე იქნება თუ არა, რა თქმა უნდა, ეს არ ვიცით, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია იმას ძალიან ნათლად და მკაფიოდ ხედავს, რომ რუსეთის ინტერესები აბსოლუტურად ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების ინტერესებს. ხო, სტრატეგიული ინტერესები, რაც საკვირველია. მაგალითად, ვინც არ უნდა იყოს შეერთებული შტატების ხელისუფლებაში, როგორი მიმართულების პრეზიდენტი და ხოლო ტრამპთან დაკავშირებული ეს არის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების და უსაფრთხოების საფუძველი ბოლო 80 წლის განმავლობაში, რისის შეცვლაც, რა ვიცი, არ ვიცი, ერთმან უქნას შეიცვალოს, უბრალოდ რაღაცა რყევებს გავდივართ ახლა და იმედია ძალიან დიდი გადახვევები არ იქნება იმ კურსიდან. ამას რასაც დავამატებ, არის ის, რომ ტრამპი იხსენებს რაღაცებს დროთა განმავლობაში. აი მაგალითად თავიდან არასოდეს საუბრობდა იმაზე, რომ უკრაინას მიაწოდა ჯაველინები, მათ შორის საქართველოსაც სხვათა შორის 2019 წელს. მაშინ როცა ბუში და ობამა უარს აცხადებდნენ იმის გამო, რომ არ უნდათ რუსეთის გაღიზიანება. ტრამპმა ეს გააკეთა. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ამ საარჩევნო კამპანიის დროს ასევე
თეთრსახლში დაბრუნების შემდეგაც მას ჯაველინები არ უხსენებია საერთოდ. ანუ არ ამბობდა, საერთოდ ამ თემაზე არ საუბრობდა. დღეს ძალიან აქტიურად საუბრობს ამაზე და ამბობს, რომ მე ვარ ადამიანი, რომელმაც სინამდვილეში კიევი გადაარჩინაო, ასე ამბობს, იმიტომ რომ აი, კიევი ჯაველინის სულას გამოიყენესო, რომლებითაც ასობით ტანკი შეაჩერეს, რომელიც კიევში მიდიოდაო. დაახლოებით იგივე სიტუაცია არ გამოვრიცხავ მე რომ კონდეს იმ შემთხვევაში რაღაც მსგავსი განმეორდეს იმ შემთხვევაში თუ რუსეთმა მას აგრძნობინა რომ ის ვერ მიიღებს იმას რისი მიღებაც უნდა და ეს ყველა ამბობს იმას რომ რუსეთი ამას როცა იქნება ტრამპს დაანახებს დღეს შეიძლება რაღაცნაირად ეპირფერები ან რაღაცნაირად უგდებენ εμას რა ქვია თუ ხელს უწვდიან დასალაპარაკებლად მაგრამ რუსეთი არ წავა იმ დათმობებზე რომლებზეც წასვლასაც მას ამერიკა სთხოვს და აი ამ დროს შეიძლება გამოჩნდეს ის მომენტი რომ უკრაინელი ჯარისკაცები ავღანეთში დაიღუპნენ ამერიკასთან ერთად ბრძოლის დროს. უკრაინა იყო უკრაინის სპეციალური სპეცრაზმი, რომელიც ავღანეთში იყო. გახდა უკრაინელებმა გამოიყვანეს ამერიკელები ავღანეთიდან, რომლებიც ამერიკელებს ვერ გამოჰყავდათ თვითონ. ანუ ძალიან ბევრი ჭიდრო კავშირია უკრაინასა და ამერიკას შორის. ისევე როგორც ტრამპმა დაინახა თქვათ ის რომ საკუთარი როლი იმაში რომ რა ვიცი უკრაინელებს ჯაველინები მისცა ტანკების შესაჩერებლად შესაძლოა რაღაც მომენტში ისიც გამოიკვეთოს რომ აი უკრაინა ჩვენს გვერდით იდგა და ახლა არ ვიცით საბოლოო ჯამში იმიტომ რომ პრეზიდენტ ტრამპი არის ძალიან ხშირად აკეთებს განცხადებებს და ზოგ შემთხვევაში ცვლის ამ განცხადებებს, ზოგ შემთხვევაში უბრალოდ სხვა ფორმას აძლევს, ან იყენებს ამას როგორც ტაქტიკას. და სულ შეინთქმის არ იყოს, სულ არის მრავალწილდილი. საერთოდ დიპლომატიაში და მით უფრო ტრამპის მიდგომებსა თუ პოლიტიკაში კიდევ ერთი ეს არ მინდა რომ გამოგჩეს ეს კიდევ ერთი ამ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელია ის რომ გენშტაბის უფროსად კიდევ ერთხელ არ მინდა რომ რაღაც ზედმეტად ოპტიმისტურად ჟღერდე, მაგრამ ეს არის ფაქტები, რასაც საუბრობ. გენშტაბის უფროსად ტრამპი ნიშნავს ადამიანს, რომელმაც სირიაში ვაგნერის 350 ჯარისკაცი მოკლა. ანუ შეიძლება იმაზე მეც ვკითხულობთ, კითხულობ ახლა ამაში, მაგრამ ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად ხედავს იმას, რას აკეთებს რუსეთი, რას აკეთებს ის რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში თუ უკრაინაში და ასე შემდეგ. ასე რომ, იმედს ვიტოვებ იმისას, რომ რაღაცა რუსეთის ყოველ შემთხვევაში რასაც ხედავთ ახლა ტრამპისგან რომ ის რაღაცა ცდილობს რომ რუსეთი რაღაც გააკეთილშობილოს და რაღაც იზოლაციიდან გამოიყვანოს რუსეთის პრეზიდენტი შესაძლოა ეს საბოლოო ჯამში ასე არც მოხდეს ან რა ვიცი შეიძლება მოხდეს კიდეც და ამასთან ერთად რუსეთი ძალიან აქტიურად ტრამპის პირველი ვადის დროს რუსეთი ისლამისტებს უხდიდა ფულს, ეს არის დადასტურებული ფაქტი დაზვერვის სამსახურების მიერ. უხდიდა ფულს იმისთვის, რომ მათ მოეკლათ ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებიც იყვნენ ავღანეთში. ეს ფიქრობ, რომ რაღაცა ეს არ გაქრება სადღაც და ვიღაცა ოდესღაც ან რაღაცა ოპედი დაიწერება ამაზე ან Fox-ზე ისაუბრებს ვიღაცა და საბოლოო ჯამში პრეზიდენტ ტრამპს შეახსენებენ ამ ყველაფერს. და ია ბოლო კითხვა ამასობაში ჩინეთზეც უნდა მეკითხა, მაგრამ აი ამ ჩინეთთან უკვე და ის რაც არ ჩანდა ორი კვირის წინ და პირიქით თითქოს ახლა უკვე პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ტანგოს ორი ადამიანი წეკვავს. და იქ სხვათა შორის ამ განცხადებაში ახსენა ორი მოთამაშეც, ტანგოს ორი მოცეკვავეც, სამიც და ვინც ის 4-იც კი ევროპაც მათ შორის. ანუ ახსენა რუსეთი ტანგოს ერთ მოცეკვავედ, უკრაინა მეორე მოცეკვავედ, საკუთარი თავია რომ შეერთებული შტატები ხომ ახსენა საკუთარი თავი რომელიც რონალდ რეიგანსაც გადაწყვეტება ხოლმე ხანდახან და აგე ვაშინგტონსაც
გადასცდა კიდევ. მაგრამ ახლა აქედან შეუთვალოთ კრიტიკა პრეზიდენტ ტრამპს ამ კუთხით და აღწერა ევროპას, რომლის გარეშეც პრაქტიკულად წარმოუდგენელი არის. აი, ბოლო კითხვა ამგვარია სწორედ. ევროპა მარტო რჩება რუსეთთან, უკრაინასთან ერთად და რუსეთის პირისპირ შენი აზრით. თუ ეს ყველაფერი მაინც გასავლელი ტურბულენცია და ამის შემდეგ ჩვენ ჩამოვედი ეს რეგიონი, ეს სივრცე, დასავლური სივრცე და იქნება გამოვა ამ რთული ვითარებიდან და მისთვის მნიშვნელოვანი თავარი მოწინააღმდეგე იქნება მინიმუმ 3 ან 4. უგრევავს დავიწყებ ყველაზე უფრო სუსტიდან მათ შორის ალბათ ჩრდილოეთ კორეა, ირანი, ან ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი, რუსეთი, ანუ კეთილი და ბოროტი ისევ არსებობს, სადაც კეთილი იმარჯვებს. მაგისი ძალიან ჯერამე მაგისი პირადად. არსებობს თუ არ არსებობს ავიც კიდევ ერთხელ რაღაც ყველაზე ხშირად გამეორებადი ფრაზაა ეს ალბათ ხა დღევანდელ სამყაროში ვნახოთ რა მოხდება. ვნახოთ როგორ გავითარდება მოვლენები. პრეზიდენტ ტრამპისთვის ის რაზეც ის საუბრობდა ევროპასთან დაკავშირებით. გუშინ მან გუშინ თავის გამოსვლაში იმდენ ყველა გამოსვლას უსმენ ტრამპისას მერე ვარ ადროს რა თქვა. გუშინ თქვა რომ ევროპამ იმაზე მეტი თანხა გადაიხადა რუსული ენერგორესურსების. მართალია ამაში, ვაგიეროთ. მართალია ამაში. იმაშიც მართალია რომ ევროპელები ძალიან ბოლო დროს ძალიან არამხოლოდ ბოლო დროს ალბათ რა ვიცი ბოლო 2-10 წლეულის განმავლობაში ძალიან იყვნენ მინდობილი შეერთებული შტატების უსაფრთხოების ქოლგაზე ასე ვთქვათ. პრეზიდენტ ობამადან დაწყებული შეერთებული შტატები აქტიურად ცდილობს რომ ნატოს წევრებისთვის ებიძგებინა, განსაკუთრებით ისეთი მსხვილისთვის როგორც გერმანია, ებიძგებინა გერმანია, საფრანგეთი, იტალია დაშხვები, რომ გაეზარდათ საკუთარ თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობა. და აიწიათ ეს 2%-მდე. შეერთებული შტატები დღეს იხდის დაახლოებით საკუთარი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 3.5%-ს. ნატოს ბიუჯეტი სხვა ამბავია, მაგრამ საკუთარ თავდაცვაზე შეერთებული შტატები დაახლოებით 3.5%-ს იხდის. ევროპის ქვეყნების მხოლოდ 3 ნატოს ქვეყანა იხდიდა 2%-ს, მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი მოვიდა თეთრ სახლში მის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს. დღეს არის თითქმის ყველა ქვეყანა, ნატოს ყველა ქვეყანა ამბობს იმას, რომ უნდა გაავზარდოთ ეს თანხა. დღეს ტრამპი მათ 5%-მდე სთხოვს ამ თანხის გაზრდას. ევროპელები ამბობენ, რომ ნაწილი მათგანი ამბობს, რომ ეს უბრალოდ არარეალურია 5%-მდე ამის აწევა და საუბარია სადღაც 3-დან 5%-მდე და სავარაუდოდ იქნება ყველა იტყვის, რომ აი მოდი შეერთებულ შტატებისავით ჩვენ 3.5% გადავიხადოთ. ანუ ეს მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან დიდი ძალისხმევა, ბუშსაც აქვს ამაზე ნათქვამი, ობამა ძალიან აქტიურად ცდილობდა, ყველა ცდილობდა საბოლოო ჯამში ამის გაკეთებას და ის, რომ ტრამპმა ესეთი პირველი ვადის დროს ესეთი ტურბულენტობა გამოიწვია, ახლა ის სხვა თემაა, რამდენად კარგი იყო თუ ცუდი იყო თუ კარგად გაკეთდა თუ ცუდად ეს, მაგრამ საბოლოო ჯამში შედეგად მოიტანა ის, რომ ნატო არის ძლიერი. გუშინ გაკეთდა განცხადება იმაზე, რომ ნატოს მოკავშირეების შეთანხმება ორსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპა თანხდება იმაზე, რომ დაახლოებით 800 მილიარდი დოლარით გაიზარდოს ნატოს ბიუჯეტი, ან დაახლოებით $1 ტრილიონზე აქვს საუბარი. ესაც არის ნიშანი იმისა, რომ ის რომ ტრამპმა ამხელა რყევები გამოიწვია და რეალური შიში გამოიწვია ევროპაში იმისა, რომ შეერთებული შტატები სანდო პარტნიორი შეიძლება აღარ იყოს ჩვენთვის თავდაცვის მიმართულებით, მათ გადადგეს ნაბიჯი საბოლოო ჯამში მინდა ვთქვა და გადაწყვიტეს რომ საკუთარ თავდაცვაზე უფრო მეტად იზრუნონ.
გერმანია ამაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის უძლიერესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოა, ძალიან გავლენიანი როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში და მაგრამ გერმანიას ჰქონდა საკონსტიტუციო საკანონმდებლო შეზღუდვა ვალის აღებასთან დაკავშირებით. ვალის აღების გარეშე გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ქვეყანას საკუთარი ბიუჯეტი აქვს საკუთარ რაღაცა პრიორიტეტებზე გათვლით, უბრალოდ ესე ჰაერიდან ვერ მოიტანდნენ თანხას. ძალიან ისე მარტივად გამომდის ახლა ამის ახსნა, მაგრამ სესხის აღების გარეშე გერმანია უბრალოდ ვერ გაზრდიდა საკუთარ თავდაცვაზე თანხების გამოყოფას და ამიტომ ახლა არის საუბარი რეალურად ძალიან საუბარი იმაზე, რომ სანამ მერცი გახდება გერმანიის კანცლერი, მანამდე მოხდეს აი ამ შეზღუდვის მოხსნა, რომ გერმანია შეეძლოს სესხის აღება როგორც სახელმწიფოს, ვალის აღება იმისთვის, რომ შეიარაღებაზე უფრო მეტად გააქტიურდეს. ანუ ძალიან ვრცლად გამომივიდა ახლა ამ კითხვაზე პასუხი, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაცა სიკეთის დანახვა რაღაც ყოველ შემთხვევაში რაღაც ასპექტებში მაინც შეგვიძლია. ერთი სიკეთე ამ შემთხვევაში ის იქნება, რომ ევროპა საბოლოო ჯამში, როგორც დონალდ ტუსკმა თქვა, ევროპამ საბოლოო ჯამში გაიღვიძა და ძალიან დიდი ხანია ცდილობდა გაღვიძებას და საბოლოო ჯამში სამწუხაროა ის, რომ ევროპა იცვლება. ევროპა იცვლება. ეთახმებია აბსოლუტურად ევროპა იცვლება, ხა როგორ იცვლება ნებისმიერ შემთხვევაში მე შენიშნება თვითონ განცხადებას გავაკეთებ სამ სიტყვებს ვიტყვი ხო მე მგონი ევროპა გამოდის ასრულებს მოდი ესე ვიტყვი მერკელიზაციის პროცესს რომელიც მასში იყო მრავალწლიანი გერმანიის ყოფილი კანცლერი ერთ-ერთი აი მათ შორის ვინც ყველაზე დიდხანს იყო გერმანიის სათავეში შემიძლია გავიხსენო პრინციპში მაგრამ შეიძლება რაღაც შემეშალოს და გამბირებეცე საკმაოდ და რუსეთის მიმართ ყველაზე ლოიალური შეიძლება ეხა შროდერს ვერ შეედაროს მაგრამ ასევე ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური იყო ყოველ შემთხვევაში რა თქვა წინა კანცლერები რო გავიხსენოთ 90-იანი წლების მეც შეთქმის არ იყოს ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მეც კი წამსდა პრეზიდენტ ტრამპის კრიტიკა ერთ-ორჯერ, მაგრამ ბევრჯერ შეიძლება მეტჯერ, მაგრამ შენც ბრუტუს. მეც ბრუტუს, მაგრამ იცი რას მივხვდი ია და დაბეთანხმე ან პირიქით არ დაბეთანხმო. ჩვენ სინამდვილეში ეს დაწყებული სამართლიანი ვაღიაროთ კრიტიკა ქართულ სოციალებში თუ საზოგადოებაში ტრამპისა ბევრი ფაქტორის გამო გადაიზარდა თითქოს ანტიამერიკანიზმში და ანტიამერიკანიზმი კი არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ამერიკა პირველი ყოვლისა ჩვენი ქვეყნის პარტნიორი არის, იყო და იქნება. და მეორე, ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი კონტრიბუციის გარეშე ყველაფერი კი არა, რამე კი არა, ვერაფერი მოგვარდება მეთქი ესე ვიტყვი, მთელ სოფლიოში, ამიტომ მე მესმის განსაკუთრებით ჯეი ვენსიზე ვარ გადაკიდებული მე. ჯეი ვენსის შენ და რა ვიცი, ნახევარი მსოფლიო. მე და ნახევარი მსოფლიო გადაკიდებულები ვართ ჯეი ვენსზე. მაგრამ რომ ნახავ ამ ჯეი ვენს აუცილებლად პირში მივახლის ჩემს სათქმელს. ია მეორე მიშვილი იყო, ჩემი სტუმარი, ძალიან დიდი მადლობა. ია წარმატებას და გამარჯვებას გისურვებ. მე კი მეტი ვიცი ახლა მე ვიდრე ვიცოდი 22-23 წუთის წინ. ძალიან დიდი მადლობა ნახვამდის. მადლობა მოწვევისთვის.